ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ მე დიდი ხანია ამაზე მიდის საუბარი, არ არის მხოლოდ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხერხდა რომ ცეცხლის შეწყვეტა არის მიღწეული, როგორ გაკონტროლდება ეს ცეცხლის შეწყვეტა, იმიტომ რომ უნდა გვესმოდეს რომ ფრონტი არის დაახლოებით 2000 კილომეტრი და ამ ხელა ფრონტის ესე გაკონტროლება არ არის მარტივი. ეს მოითხოვს ძალიან დიდ რესურსს და ამ რესურსში იგულისხმება დასავლეთის ქვეყნების ჯარები და ამაზე მიდის საუბარი. აქ მეორე ასპექტი, რამდენად რეალისტურია, ანუ გარდა რუსეთის პოზიციისა, არის ასევე ის რამდენად შეუძლიათ ამ სამშვიდობოებს უზრუნველყონ ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება დაცული. ამას, როგორც სხვადასხვა სამხედრო სფეროს ექსპერტები ამბობენ, ჭირდება აუცილებლად ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან აქტიური მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის თვალსაზრისით. ანუ თუ თქვათ სახმელეთო ჯარების შეუძლია განალაგოს ევროკავშირის ქვეყნებს და პლუს ბრიტანეთს და თურქეთზეც არის საუბარი ამას ჩაერთოს, ამას ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების როლს და საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დაიძრა ამაზე საუბარი, დიდი მნიშვნელობა ექნება ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას ამ ყველაფერზე. არის საუბარი ჩინეთის ჩართვაზეც, რაც შეიძლება ერთის მხრივ პლუსი იყოს, რომ რუსეთზე უფრო მეტი გავლენა ექნება. თუმცა გერმანიის ნადრევია კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ჩემი აზრით. ამერიკის შეერთებული შტატები ახსენეთ ამ ნაწილში რა მოლოდინი გვაქვს, რა შეგვიძლია ვივარაუდოთ ამ თვალსაზრისით. ხო, ერთის მხრივ ის რომ თქვათ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას ჰქონდა გაცხადებული რომ ერთ დღეში დაასრულებდა ომს არ დაასრულებდა, მაგრამ ყოველ დღეში ცეცხლს შეწყვეტა. მაგრამ რიტორიკა მოგვიანებით შეიცვალა მნიშვნელოვნად. გუშინ ტრამპმა თქვა რომ გარკვეულად ეთანხმება იმას რომ პუტინი დროს წელავს. ეს პინგ-პონგი მოდი ასე დავარქვათ, მოსალოდნელიც იყო ეს პინგ-პონგი, იმიტომ რომ სიტუაცია არის ძალიან რთული. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მიჩვეულია ერთი შეხედვით სწრაფად რაღაცების გადაწყვეტას და ეს იყო მისი მიზანიც, რომ ამაზე აეგო მთელი პიარი, შეეჩეხა სინამდვილე. სინამდვილე არის ის, რომ ასე მარტივი არ არის პუტინთან მოლაპარაკება, მით უმეტეს იმ ვითარებაში, როდესაც მცირე, მაგრამ რუსეთის ხარეს არის ამ ეტაპზე უპირატესობა ადგილზე, ანუ უკრაინის აღმოსავლეთ უკრაინაში გულისხმობ. ამიტომ აი ამ რეალობას შეეჩახა ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობს ერთის მხრივ არ დააზიანოს, მოდი ან არ წავიდეს ესკალაციაზე კიდევ უფრო მეტად რუსეთთან, მაგრამ მეორეს მხრივ ხდება რომ არ არის მარტივ პუტინთან მოლაპარაკება. პუტინი ამ შემთხვევაში დროს წელავს და მაქსიმალური სარგებლის გამნახვას ეცდება აქედან. თუმცა აქ არის ევროპის როლი ასევე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სანქციების ის დიდი ნაწილი, რომელიც წინაპირობა წააყენა რუსეთმა იმისთვის, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდეს, ან ცეცხლის შეწყვეტა კიდე არ გულისხმობს სამშვიდობო ხელშეკრულებას, ეს კიდე ცალკე თემაა. დიდწილად არის დამოკიდებული ევროპის ქვეყნებზე, იმიტომ რომ სანქციების უდიდესი ნაწილი ევროპის გარეშე არ შემსუბუქდება, არ მოიხსნება. მაგალითად, SWIFT-ი, რომელიც ძალიან ძიმედ აწუხებს რუსულ საფინანსო სისტემას, არის ბელგიური კომპანია, ამიტომ ვთქვათ, ბელგიას დიდი გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, ვთქვათ, SWIFT-ში დააბრუნებენ თუ არა რუსულ საფინანსო სისტემას. ამიტომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ასევე უწევს ევროპის როლის გათვალისწინებაც და ამ ეტაპზე საკმაოდ რთული ურთიერთობა აქვს, მოდი ესე ვთქვათ, არსვის სასიამოვნო ევროპის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. და აი სანქციების მოხსნა რადგან ახსენეთ, მაგრამ აქვე კითხავთ, ნუ ევროპამ უარი უთხრა ხო მოსკოვს სანქციების მოხსნაზე და ეს იქამდე ვიდრე არ დამყარდება რეალური მშვიდობა, მაგრამ აი რა ეფექტი და გავლენა შეიძლება ქონდეს ევროპელი ლიდერების ამ პოზიციებს, ამ შეფასებებს, ამ ტიპის განცხადებებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. კი, ანუ როგორც ახსენეთ უკვე იგრძნობა ერთის მხრივ ტრამპის ადმინისტრაციაში ის, რომ ევროკავშირის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ცოტა რბილად რომ თქვათ არამეგობრული დამოკიდებულება, ეს არ მხოლოდ ტარიფების ომში გამოიხატება, არამედ ეს რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სიგნალში მიმოწერა, სადაც ევროპაზე არც თუ ისე კარგად საუბრობდნენ მთელი რიგი მაღალჩინოსნები ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციის. არა და მეორე მხრივ სწორედ ევროპაზე არის დამოკიდებული სანქციების შემსუბუქება და ის მშვიდობის მიღწევა, რაც ტრამპს ასე სურს. ამიტომ ევროპას ასე ვთქვათ, ხელში აქვს ეს ბერკეტი, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია რომ გავლენა მოახდინოს და მოდი ასე ვთქვათ, არ დარჩეს მოლაპარაკების მაგიდეს მიღმა, იმიტომ რომ გაჩნდა შიში ასევე იმისი, რომ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებში ევროკავშირი და ევროპის ქვეყნები დარჩნენ მაგიდეს მიღმა. ამიტომ აი ამ სანქციების შემსუბუქების ბერკეტით შეუძლია ევროპას
შეინარჩუნოს ადგილი მოლაპარაკების მაგიდას და გავლენა მოახდინოს მოლაპარაკების შედეგებს. გარდა აი ამ საკითხებისა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ისევ მსურველთა კოალიციის სამიც მინდა რომ დაუბრუნდე, იმიტომ რომ ყველაზე ცხელი თემა ამ წუთას ეს არის, აი რა იყო თქვენთვის განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი საყურადღებო და ყველაზე მეტად საგულისხმო ევროპელი ლიდერების გზავნილები და სამიტის დასრულების შემდეგ. ჩემი აზრით საინტერესოა ის, რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინაზე, ბუნებრივია უკრაინა არის მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში და უკრაინის გარშემო მიდის ეს შეხვედრები, თუმცა ეს გვაჩვენებს ასე ცოტა უფრო ფართო სურათს იმისას, რომ ევროპის ქვეყნებმა გააცნობიერეს ის, რომ შეიძლება მათ მოუწიონ საკუთარ უსაფრთხოებაზე ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობის აღება, ვიდრე აქამდე იყვნენ. ანუ ის, რომ თქვა ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს მეხუთე მუხლი მათ გარანტირებული ჰქონდათ, შეიძლება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ეს ასე არ იყოს. ამიტომ ახლა უკვე ევროკავშირის ქვეყნებში მიდის მუშაობა იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირმა ეს გაზრდილი პასუხისმგებლობა საკუთარ თავდაცვაზე აიღოს. ეს არ იქნება მარტივი და რამდენი მიზეზის გამო. შეიძლება დავგვართ მოკლედ რომ ვთქვა, ერთი მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ევროპა არ არის მხოლოდ ევროკავშირი, ხო? ანუ ერთია, რომ ევროკავშირი და ევროკავშირის ინსტიტუტების მეშვეობით მოხდეს ევროკავშირის ქვეყნების მიერ თქვა თავდაცვაზე სასახლის გამოყოფა, უზრუნველყოფა ასე შემდეგ. მაგრამ აქ შემოდის ბრიტანეთი, რომელიც არის ევროკავშირის წევრი, ამიტომ როგორ ხდება ბრიტანეთის ჩართვა ამ ძალიან დიდ პროცესში, იმიტომ რომ ბრიტანეთი ევროპის კონტინენტის ფუძე ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო ხო საფრთხების თვალსაზრისით. ნორვეგია როგორ შემოდის ამ საფრთხების არქიტექტურაში და ასე შემდეგ. ეს არის ერთი და ურთიერთობიანი პროცესი, ამას სჭირდება ბუნებრივია წლები, მთელი გადაწყობა ევროკავშირის სისტემის და მაგრამ პროცესი უკვე დაწყებულია. დაიწყო და ეს არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი. და ბოლოს ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, ნუ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და შეუძლებელია დაგვრჩეს ყურადღების მიღმა უკრაინაში ხელისუფლების ცვლილება, ამ იდეას საკმაოდ აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა შორის ცოტა ხნის წინ მსგავსი ეგზავნილი გაისმა თეთრი სახლიდანაც არც მეტი, არც ნაკლები. აი საომარი მოქმედებების ფონზე რამდენად აქვს ამ საკითხს განვითარების პერსპექტივა? ანუ ერთი რუსეთის მხრიდან ძალიან მოდი ასე ვთქვათ ლოგიკური ეს რომ ამას ითხოვს, იმიტომ რომ პუტინს სჭირდება საკუთარ ამორჩეველს მიყიდოს, საკუთარ მოსახლეობას მოდი ასე ვთქვათ მიყიდოს ცეცხლის შეწყვეტა იმით, რომ მან უკრაინაში მიაღწია დასახლულ მიზანს, რასაც ის ეძახდა დენაციფიკაციას ბჭყალებში, რა თქმა უნდა. ხო? ამიტომ ამ კუთხით შეიძლება გავიგოთ ეს გზავნილი რუსეთის მხრიდან. რაც შეეხება რამდენად რეალურია, ბუნებრივია, შეუძლებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მოსახლეობის დაახლოებით მესამედი უკრაინელი მოსახლეობის ცხოვრობს საზღვარგარეთ. ესე მარტივად არ არის შესაძლებელი უზრუნველყო, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. გარდა ამისა, როდესაც უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია, დანგრეულია ნახევარზე მეტი ინფრასტრუქტურა, არჩევნების ორგანიზება არ არის მარტივი ომის პერიოდში. ხო, ამიტომ ამას სჭირდება დრო, ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებებიც, მათ შორის იმისთვის, რომ თქვა შემოიტანო ონლაინ ხმის მიცემა, პოსტით ხმის მიცემა, როგორმე საზღვარგარეთ ყოფილი მოსახლეობის ხმის მიცემა უზრუნველყო, ინფრასტრუქტურა საზღვარგარეთ, თქვა გერმანიაში რამდენიმე მილიონი უკრაინელი ცხოვრობს, როგორ უნდა მივიდეს ის და საელჩოს ხმა მისცეს ხო რამდენიმე 100,000 ერთ საელჩოში ფიზიკურად ვერ. მაგრამ რუსეთის არგუმენტი ამ ნაწილში იყო, რომ ზელენსკის ლეგიტიმაცია არ აქვს, თუმცა ბოლო დროს გამოკითხვებმა საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა აჩვენა, რომ ზელენსკის რეიტინგი საკმაოდ მზარდია. კი ბატონო, ანუ ეს კონსტიტუციური დისკუსია არის, თქვათ, იმიტომ რომ უკრაინის კონსტიტუციაში არ არის თითქოს ის მუხლით ჩადებული, რომ ომის შემთხვევაში საპრეზიდენტო რა ხდება საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის ვადის გასვლის მერე. მაგრამ ეს არის შიდა უკრაინული საკითხი და უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს და უკრაინელი პარლამენტის წევრების მოსაგვარებელია ეს ამბავი და სრულად არ ეხება და არ არის რუსეთის საქმე ან ამერიკის შეერთებული შტატების საქმე.